როგორ ახარ დახატულო? კარგად. აი ძალიან მაგარ ყავას აკეთებ რა შენ არა. მე არა. აპარატი აკეთებს. არა, ხო, ეგა ვიცი, კაცო რო აპარატი აკეთებს, მაგრამ იქ თითის დაჭერა ხო უნდა რა. მერე მორევა უნდა. მერე რაღაცა უნდა მიუთითო, 1000 ნიუანსები არის მანდა. ხო. ო. მიდი აბა ერთი გამიკეთე კიდე. რა ქვია ამ დაწესებულებას, ა? Big bite. Big bite. იცი რა არის? ბოდიში მინდა რა მოგიხადო. ანა რა არის, მაგრამ აი ბავშვობიდან ვერ ვიტან რა ადამიანების ჩაგვრასა. და ვინ ვის ჩაგრავდა ერთი გამაგებინე? ან შენი დაცვა საერთოდ რაში მჭირდება? გოგო არ ვიცოდი რომ მამა შენი იყო თორე იმ დამპალ მანქანას რომ მატენიდა ხო? აი შენი ხათრით ვიყიდიდი. ბოდიში მოუხადე ჩემგანა ბოდიში. რა ბოდიში ღადაო? რო გაიგოს საერთოდ რო აქ იყავი მოსული მიგას სიკვდილებს. ვინმის მიგას სიკვდილებს გოგო მაგათა შიგ ხო არა აქ ა? ბოდიში ხო რა იყო ბოდიში. აჰა და წადი რა. აჰა და ოკეი. ოკეი. მე ახლა წავალ. მაგრამ ბოლოსა მაინც აქ მოვალ. ეს ყავა ხომ იწევდა წნევასა და მერე კიდე ეს ნერვიულობა დამერთო თანა, გაიგე? 2 წუთი არის ლაპარაკოთ. ო, მაგრამ მოუჭირე, მაგრათა. 130 გაქვთ, 90. ანუ 220? არა, ბატონო, რა 220? გოგო, შენა მათემატიკას არ გასწავლინე სამედიცინოში? არა. სამედიცინოზე არ გასწავლენ მათემატიკას. გეტყობა, ხო. მოხსენი დამიბუჟდა ხელი. მეგობარო, შენ თუ იცი ის რომ კუებს ადამიანებზე მეტად შეუძლიათ სიყვარული. ო, აბა. ეს არის სხვათა შორის კავკასიური ხეჭამია კუ. და ამას რა თვისება, იცი? მარტო წყლის კუზე ჯვარდება. ვა. ოღონდ მინდორში თუ იპოვა მაშინ. ო, აბა. ეს ახლა შეყვარებულს დაშორდა. და იმიტომ არის ესე რომ ფართხალებს, გაიგე? ცოტა ის არის განერვიულებულია რა. და რა იცი ამ დროს შეყოფს თავს და ბაკანს ურტყავს კეფას რა ესე რა. თავს ისჯის. თავში როგორ დაშორდა შეყვარებული რა, თავის ბრალი გონია, გაიგე? და მაგიტო სხვათა შორის იმას რო ამბობენ რა, ძაღლი პატრონს გავს, ხო გაიგონია? ო, როგორ არ გამიგონია? კუებზეც ეგრე ყოფილა. მართლა? ხომ შემომხედე? ნახე, ერთი. ვა. აბა, ნახე. ისე კი გავს. მაგრამ მე იცი რა არის, ცხოველებში აი მაიმუნი მევასება ყველაზე მაგრათა რა. აი ეგ არის გენიოსი თუ არის. რატო კაცო? რახან ადამიანს გავს? არა, ბიჭო, არა. აბა, ესე იგი რომ გადახტება, ხო, და რა ეკიდება ტოტსა. მეორე ხელსა ტყილა არ მოკიდებს, გაიგე, სანამ წინას არ გაუშვებს. ეგ როგორ? ო, აი მეც მაგას არ ვიძახი როგორ, ა. ვა, იმიტომ არის გენიოსი. დედი. შვილო, კარგი ამბავი მაქვს შენთვინა. რაო, აბა, ზუზუ გოჩას გოგო გათხოვდა? არა, კაცო, იმასა შენ გარეშე რა გაათხოვებს.
აბა? აბა და დღესაც შენთანა მოვდივარ ქალაქში. რას ამბობ ბიჭო, რა გინდა თაქა კაცო? რა უკრა კაცო, შვილი რო ვნახო რა ქალაქში. შეიძლება. შეიძლება მითხარი მანდა სარიელე ოთახი გაქვს და. არა, როგორ არა მაქვს, მაგრამ ისა უეჭველი დღეს უნდა ჩამოხვიდეთ? გადაწყვეტილია დღეს მოვდივარ, всё, ნახვი. მოკლედ უნდა დამეხმაროთ ბიჭემო რა. რა ვქნათ, მახ წევიდეთ სახლიდან თუ რა ვქნათ? არა ბიჭო, არა, ეგრე არ მინდა რომ გამოვიდეს ეხა, ვითომ გარეგულმა შინაური გააგდო. რაღაცა ვერ გავიგე ეხა მე მახო კარგად, ანუ ჩვენთან უნდა დარჩნენ ღამე? და სასტუმროში რო ავუყოთ ერთი ნომერი და იქ დავტოვოთ? ჯო, არა, მიმიხვდებიან, გაიგე? მაგათმა იციან რომ მე აქა სამსახურიცა მაქვს, სახლიცა მაქვს და მაგარი საკაიფოთაც ვარ, გაიგე? ხოთა დრო არის, ვერ გონი დაუთხა სიმართლე მშობლებს. არა რა სიძახი ბიჭო, ვერ ვეტყვი. მერთხელ უთხარი მამაჩემს და სიმართლე და კინაღა მომკლა. 100 მილიონი წლის წინ ოკეანის ფსკერზე და ქანების ქიშო. ხო. გახსოვს ექიმანო დაგინეკა. 5 წელი რო აგიკძანა წყლის დალევაი. მერე რამდენი დარჩა? 3. ბიჭო. მე ვიყავი, გაიგე? მე გეკაიფებოდი ექიმის ხმით. წყალი მოიდა, შეკეთილო მოწყრულო შენა. ბიჭო, უეჭველი იცი რომ ერთი დღე დარჩებიან? ვიცი რომ უეჭველი მოდიან, მაგრამ რამდენი ხნით დარჩებიან, ეგა არ ვიცი. აუ ეგი რა შარიები კიდეც. ხო ვიყავი ჩვენ ეს ბიჭო, ა? შენ მებედა მოატყავს? ხო რა. არა, მამაშისაც ხო ჩამოაგითხავ, მშობლებით ხარ, მაინტერესებს. რა იყო, ბიჭო, რა დაპანიკდით? ძმები არა ხარ? არც იმეცები არა ვარ, და ხარო მშობლები ჩამოიყვანო სახლში. კაი, ზიზუ, კაი, რაღაცა ერთი დღე გავიჭიროთ, აბა რა ვქნათ ახლა? არ ვიცი ჩემი ძმა. აფრაზი ისეთქე. ვაში არ მოვალ სახლში, მე ვითაქსავებ მთელი ღამე, რაც ასე მირჩევნია რა. რა სიტაქსავებ, ბიჭო, დედა ჩემი და მამაჩემი არ უნდა გაიცნო? იმგენს არ უნდა გაეცოთ ერთმანეთი როგორ გვირდები ხა მე? წევედი. აი მასა ბიჭო, რანაირად უძლებ, ა? აბა. მამა, როგორ იმგზავნეთ, როგორა? კარგა, ვერც გავიგე ისე ჩამოვედი მეძინა ძუძუს კნუტივითა. გამოდი ამა ჩავალაგო. მი ეს არის შენი მანქანაი? ისა ვერახენაო ბიჭო, ტაქსი რო არის, რა ჩემი მანქანა, არა ისა კიდე. მე მძღოლი სად არის? ეგ შემისაი. ძღოლი? ისა რავი ეთყობა ისა ეთყობა ტუალეტში შეიძლება შევიდა ტუალეტში, ხო? მე მეტი დააჩქარე ჩავარდე ეგ შემის გადანგრეული კაცო, ვა. ხო, მართალი ხარ, შენ დავაჩქარო, ხო, დავაჩქარო, ხო, მოიცა? დავაჩქარებ, ხო? მოვალ ეხლავე მოვალ, დავაჩქარებ, ხო? ბიჭო, ვირა ხარ, ხო? ბრავა გაანგშენა. მერე? მიდი მორჩი და გეტყვი. ენები დაიბანე. რადი ხო? ხო, კაი. წამო. რა გინდა? წამო. ნელა, ბიჭო, ნელა. ასლარს ვაძლევ დღეში აი ამასა, ასლარსა და ის ვერ ისწავლა, როდის უნდა შევიდეს ტუალეტში და როდის არა, ამ კარგ მოტყნული მამანა.
ბიჭო. მარე ბოლომდე მეც იფატები, გაიგე? აი ხედავ შუქნიშანსა იქა. ბევრია ეგეთი. ბევრი არის, იქითაც არის. აი ახლა გავჩერდები და დაათვალიერე კარგად. აქა მშვიდობა. არგინა ქიშო არ გაიხადო ფეხზე ბიჭო არა. აი აქა მცხოვრობ, აი. აქ მცხოვრობ, აი ეკეთ შედი. მერე მარჯვნივა. მარჯვნივა. აი ისი. გამარჯობა. აი კაი. ეს ვიჩემი საშუტეროლა არის. ერთად ცხოვრობ ჩვენა. ვაიმე შვილო. ყოველ დღე. ხო. თაისა, შენაცოლი ყავს. კი, მყავს. თუ გინდა ფოტოებს გაჩვენებთ. არა ბიჭო, რა ფოტოებსა, კაცო, ისა ქიშო, ჩემი დაცვა არის ესა, ჩემი დაცვა. ეს არის შენი დაცვა. ორი ბანაობა არის, რა შენი დაცვა არის. ეხლა მისვლე შენა კარგად. ამასა დავიცავ მე. შენა წადის ახში და ერთი კვირა დაიწვევენ, იმიტომ შებულებაში ხარ. ერთი კვირა? ხო. მეგობრებო, აბა თუ მიხვდებით რისთვის ჩამოვედით თბილისში მე და ჩემი მეუღლე. დაგვიკომენტარეთ აუცილებლად და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და დალაიქება.